მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ლექციის საგანია ფრანგული ლიტერატურის მდგომარეობა 1945 წლისთვის. ანუ სანამ გადავიდოდეთ კონკრეტულად სხვადასხვა მწერლის შემოქმედების განხილვაზე, უბრალოდ დღეს ვეცდებით მიმოვიხილოთ ზოგადად რა მდგომარეობა არის ლიტერატურის სფეროში 1945 წელს. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა საფრანგეთში, არ შეიმჩნევა მსგავსი ეიფორია, როგორც მაგალითად 1918 წლის ნოემბერში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ომი დამთავრდა, მაგრამ საფრანგეთის როლი ამ გამარჯვებაში თითქოს მეორე პლანზე გადადის და თუმცა ამავე დროს საფრანგეთმა მაინც შეძლო რომ თავისი ნაციონალური ღირსება გადაერჩინა, ამაში იგულისხმება წინააღმდეგობის მოძრაობა, ანუ როგორც პარტიზანული ბრძოლები საფრანგეთში, ასევე მაინც საფრანგეთის როლი საფრანგეთის გათავისუფლებაში. ამავე დროს დამარცხების და ოკუპაციის პერიოდი მაინც ჯერ კიდევ დიდ კვალს ტოვებს საფრანგეთზე. ამას თან ერთვის კიდევ ის ფაქტიც, რომ 1945 წელს ომის დამთავრების შემდეგ ხდება საკონცენტრაციო ბანაკების აღმოჩენა და ამავე დროს ომის ბოლო ეტაპს კიდევ წარმოადგენს ატომური ბომბის აფეთქებაც. ანუ ყველაფერი ეს ერთდროულად ქმნის იმ ატმოსფეროს, რომ ასე ვთქვათ, თითქოს მეორე პლანზეა გადასული გამარჯვების ეიფორია. როგორც დაწერს სარტრი, ამასთან დაკავშირებით ომი დასრულდა გულგრილობის და შიშის ატმოსფეროში. მშვიდობა ჯერ არ დაწყებულა. 1945 წელს კვალიც კი არ არის თითქოს იმ მდგომარეობის, რომელშიც ლიტერატურა და ხელოვნების სფერო იმყოფებოდა 1929 წელს, ანუ თითქოს არც ისეთი დიდი პერიოდია გასული, მხოლოდ 6 წელია გასული, მაგრამ საერთოდ არ არის თითქოს არ შეიმჩნევა ის კვალი, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ზოგადად ხელოვნების სფერო 1929 წელს, ანუ ომის დაწყებამდე. მწერლები ისევე როგორც სხვა ფრანგები ჩაბმულები იყვნენ ომის ქარცეცხლში, ყველა სხვადასხვანაირად, ზოგიერთი ვთქვათ წინააღმდეგობის მოძრაობაში, ზოგიერთი კიდევ კოლაბორაციონიზმში, ანუ თანამშრომლობა იგულისხმება გერმანიასთან. მათ ფაქტიურად ამ მწერლებს და ხელოვანებს საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთება მოუწიათ და ამავე დროს, როგორც 1914 წელს, ასევე ბევრი მწერალი დაიღუპა ბრძოლაში. ანუ არა მხოლოდ კალმით ბრძოლაზეა საუბარი, არამედ ბევრი მწერალი აგრეთვე პარტიზანულ ბრძოლაშიც იყო ჩაბმული და დაიღუპა. მაგალითად 1940 წელს დაიღუპა პოლ ნიზანი, ჟან პრევო პარტიზანულ ბრძოლაში დაიღუპა ვერკორის მთებში და სენტ-ექსიუპერი კიდევ საჰაერო დავალების შესრულებისას 1944 წელს და კიდევ ბევრი სხვა დესნოსი და ასე შემდეგ. ბევრმა მწერალმა აგრეთვე იყვნენ ისეთებიც, ვინც დატოვა საფრანგეთი ომის პერიოდში და მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც დავიწყებას მიეცემა. თვით საფრანგეთიც ორად იყო გაყოფილი, ანუ მათ შორის ვინც კოლაბორაციონიზმის გზა აირჩია და ვინც წინააღმდეგობის ბრძოლაში ჩაება. ისინი, ვინც წინააღმდეგობის, ანუ პარტიზანულ ბრძოლაში იყო ჩაბმული, ან კიდევ კალმით ხელში იატაკქვეშა მოძრაობას ეწეოდა, ომის დამთავრების შემდეგ მათ საკმაოდ დიდი დაფასება ხვდა წილად, თუმცა დაფასებასთან ერთად აგრეთვე ზოგიერთ მათგანს დიდი იმედგაცრუებაც ელოდა წინ.
კოლაბორაციონისტ მწერლებს რაც შეეხებათ, ისინი შედარებით ცოტანი იყვნენ, თუმცა მაინც იყვნენ ისეთები, ვინც ასე ვთქვათ, დარწმუნებული იყო თავის არჩევანში. ესეთ მწერლებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ, ეს არის Drieu la Rochelle, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში მიიღო მონაწილეობა, ხოლო უკვე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მთლიანად ჩაება გერმანელებთან თანამშრომლობაში და ასევე ჩაითრია ცნობილი ჟურნალი La Nouvelle Revue Française, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა ამ პერიოდში. ის 1945 წელს, ანუ საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ თავს მოიკლავს იმისთვის, რომ სასჯელი აიცილოს თავიდან და მისი ბოლო რომანები, როგორიც არის მაგალითად ჟილ, ან კიდევ Mémoire de Dirk Graspis მემუარები, ჟილი, Récit secret, საიდუმლო მოთხრობა, რომელიც ავტობიოგრაფიულია. ფაქტურად ძალიან ბევრი კრიტიკოსი მას მიიჩნევს, ამ რომანებს მიიჩნევს საკმაოდ მნიშვნელოვან რომანებად ლიტერატურული თვალსაზრისით და საერთოდ ზოგიერთისთვის ის მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი უნიჭიერესი მწერალი ორმ მსოფლიო ომს შორის პერიოდის. კიდევ ერთი მწერალი, რომელიც Action Française-ის წევრი იყო, ეს არის Robert Brasiliaki და ისიც კოლაბორაციონიზმის გზას აირჩევს და 1945 წელს მას სიკვდილს მიუსჯიან. ახლა რაც შეეხება Action Française, ხედავთ თქვენ ეკრანებზე, ანუ Action Française ფრანგულად შეიძლება, ქართულად შეიძლება ითქვას როგორც ფრანგული ქმედება და ეს წარმოადგენს უკიდურესი მემარჯვენე ნაციონალისტური პოლიტიკურ მოძრაობას და ამ მოძრაობის ლიდერი იყო შარლ მორასი. და ფაქტურად მათი ნაციონალიზმი წარმართობაშიც კი გადადიოდა და სწორედ ამიტომაც მე-20 საუკუნის 20 წლების დასაწყისში, 20 წლებში ვატიკანმა ეს მოძრაობა ოფიციალურად დააგმო და ამის შედეგად ბევრი კათოლიკე მწერალი ამ მოძრაობას გამოეყოფა, თუმცა Action Française, ანუ ფრანგული ქმედება მაინც აგრძელებს მოღვაწეობას. და მაგალითად თქვათ იმ მწერლებს შორის, ან იმ მოღვაწეებს შორის, რომლებიც ვატიკანის დაგმობის შემდეგ მას გამოეყვნენ, ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ მარიტენი. ბრაზილიაკის სიკვდილით დასჯა 1945 წელს, რომელიც საკმაოდ ლიტერატურული თვალსაზრისით საკმაოდ კარგი მწერალი იყო, წინააღმდეგობის მოძრაობაში მყოფ მწერლებს შორისაც კი გამოიწვევს მღელვარებას, ანუ გამოიწვევს ემოციას და ზოგიერთის აზრით ზოგიერთი მწერალი მას მოიხსენიებს, ისინიც კი ვინც წინააღმდეგობის ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული, მას მოიხსენიებენ როგორც ბრწყინვალე მწერალს, თუმცა მისი იდეოლოგიური არჩევანი, რა თქმა უნდა, არანაირად არ იყო გამართლებული მათ თვალში. და რაც შეეხება თვითონ მორას, მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. მეორეს მხრივ კიდევ ისეთი შემთხვევებიც ხდებოდა, რომ შესაძლოა ანუ ისევ და ისევ 1945 წელზე გვაქვს საუბარი ომის დამთავრების შემდგომ პერიოდზე, ანუ შესაძლოა რომ ომის პერიოდში ვთქვათ პაციფისტური მსოფლმხედველობის მატარებელი მწერლებიც კი უკვე 45 წელს ისინი დაეგმოთ, ანუ ციხეშიც კი შესაძლოა რომ ასე ვთქვათ, ციხემდეც კი შესაძლოა რომ მieყვანათ ეს ადამიანი.
ცალკე ასე ვთქვათ ფიგურა ეს არის სელინი, რომელიც ხმამაღლა ახდენდა ანტისემიტური იდეების აფიშირებას და ომის შემდეგ ის გერმანიაში გაიქცევა კიდევ რამდენიმე კოლაბორაციონისტ მწერალთან ერთად. საფრანგეთის გათავისუფლებას მოყვება ის მოვლენა, რომელსაც ეწოდება წმენდა, ანუ ფრანგულად ხედავთ თქვენ ტერმინს épuration. და ის მწერლებიც კი, ანუ ეს ნიშნავს მწერლების განსჯას, დაგმობას და ასე შემდეგ, რომლებიც კოლაბორაციონიზმში იქნებიან დადანაშაულები. მაგრამ ეს მოვლენა კიდევ საინტერესო არის იმითი, რომ ის მწერლებიც კი, რომლებიც პირდაპირ არ იყვნენ კოლაბორაციონიზმში ჩართულები, ისინი მაინც შავ სიაში მოხვდებიან. და თქვათ ამ შავ სიაში მოსახვედრად, თქვათ ბრჭყალებში საკმარისი იყო, თქვათ ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ მწერალს, თქვათ ომის პერიოდში 40 წელს, 51 წელს ემოგზაურა გერმანიაში, ან კიდევ ისიც კი საკმარისი იყო, რომ თქვათ რომელიმე მწერალს, თუნდაც საერთოდ არ ყოფილიყო მისი სტატია რაიმე იდეოლოგიის გამომხატველი, უბრალოდ ლიტერატურული სტატიაც რომ ყოფილიყო და დაბეჭდილიყო ეს სტატია კოლაბორაციონისტულ ჟურნალში, შესაბამისად ესეთი მწერლებიც კი მოხვდნენ ამ შავ სიაში და ანუ ისინი დაგმობილი იყვნენ. ანუ ამ მოვლენამ საკმაოდ დიდი მღელვარება გამოიწვია, იმიტომ რომ იყვნენ ისეთი მწერლებიც, რომლებმაც დაგმეს კიდევაც ასეთი სიმკაცრე, ანუ ასეთი მკაცრი მიდგომა ამ მწერლების მიმართ. და ამ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნებიან ჟან პოლანი და ალბერ კამიუ და გაქვთ თქვენ ციტატა ეკრანებზე, ანუ რამდენიმე ლიტერატურული სტატია, თუნდაც კოლაბორაციონისტულ ჟურნალში იყოს ის გამოქვეყნებული, არ ისჯება იძულებითი შრომის მუხლით. ანუ ერთ-ერთი ციტატა მათი, ასე ვთქვათ, მოსაზრებიდან. ზოგიერთი ავტორი არიან ისეთი ავტორებიც, რომლებიც ომის პერიოდში საერთოდ გაჩუმებას არჩევენ და თუმცა ეს სიჩუმე მათი მხრიდან არ ნიშნავს უმოქმედობას, ანუ არიან ისეთებიც, რომლებიც ვთქვათ არსად არ იბეჭდებიან ამ ომის პერიოდში, თუმცა ისინი მაინც მუშაობენ და წერენ ნაწარმოებებს, ანუ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევიან. ვთქვათ, კიდევ შეიძლება ითქვას ისიც განსჯილ ავტორებთან ერთად, რომ არიან ისეთებიც, რომლებიც ამ 6 წლის პერიოდში უბრალოდ დაივიწყებენ მათ, ანუ ისინი უბრალოდ დავიწყებას მიეცემიან. თანდათან დავიწყებას მიეცემა მაგალითად იქამდე ძალიან პოპულარული და ცნობილი ავტორი რომენ როლანი, რომელიც 44 წელს გარდაიცვლება და 45 წელს უკვე თითქმის ფაქტიურად აღარავის არ ახსოვს ის და ასე ვთქვათ, გარდა ყველაფრისა, ის მისი ვთქვათ ჰეროიკული და პაციფისტური ჰუმანიზმი, რომელსაც მისი ნაწარმოებები გამოხატავდნენ, უკვე აღარანაირ გავლენას არ ახდენს 1945 წლის